როგორ მზადდება საომავლოდ ჩინეთთან კონფრონტაციისთვის ნიადაგი წყნარ ოკეანეში, სადაც მთავარ როლში შეიძლება ფილიპინები მოგვევლინოს. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ. თუკი თქვენ აღმოსავლეთ აზიის რუკას გახსნით წყნარი ოკეანეთის მიმართულებით, დაინახავთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას აღმოსავლეთიდან მთელი რიგი კუნძულოვანი სახელმწიფოები ესაზღვრება, რომლებიც გარკვეულწილად კეტავენ და თავისუფალ მანევრირების შესაძლებლობას ართმევენ ჩინეთს წყნარი ოკეანის მიმართულებით. მთავარი აი ამ სარტყელში პირველი რიგის ჯაჭვის სახელმწიფოებში არის იაპონია და ფილიპინები და მათ შორის ჩინეთის ნახევრად სეპარატისტული რეგიონი ტაივანის კუნძული და სწორედ ამიტომ ტაივანი არის სტრატეგიული მნიშვნელობის როგორც შეერთებული შტატებისთვის ჩინეთთან შეკავების პოლიტიკაში და ასევე ჩინეთისთვის აი ამ შეკავების პოლიტიკის გარღვევისათვის. მაისის ბოლოს ბევრისთვის მოულოდნელად და ბევრისთვის მოსალოდნელად სწორედ ამ ორმა ძირითადმა სახელმწიფომ, პირველი ჯაჭვის კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა, იაპონიამ და ფილიპინებმა გადაწყვიტეს, რომ წყნარ ოკეანეში მოახდინონ საკუთარი საზღვაო სივრცეების დელიმიტაცია. ერთი შეხედვით, თუ აი ამ რუკას შეხედავთ, საკმაოდ დაშორებულია იაპონია და ფილიპინები და დასვავთ კითხვას, თუ რანაირად ესაზღვრება ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს. თუმცა, თუ კი თქვენ რუკას დააზრუნებთ, იაპონიას აქვს მთელი კუნძულოვანი რკალი, რომელიც პრაქტიკულად ჩადის ტაივანის ჩრდილოეთ, ასე ვთქვათ, საზღვაო წყლებამდე და სამხრეთიდან ფილიპინებსაც აქვს პატარა კუნძულოვანი ჯაჭვი, რომელიც ჩრდილოეთით ადის ტაივანის სამხრეთ საზღვაო წყლებამდე. საზღვაო კანონის მიხედვით, გაეროს საზღვაო კანონის მიხედვით, ნებისმიერ სახელმწიფოს მისი ნაპირიდან 22 კილომეტრის რადიუსი ეკუთვნის როგორც სუვერენული ტერიტორია, ხოლო დაახლოებით 370 კილომეტრი მის სანაპიროდან ეს არის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, სადაც სახელმწიფოს შეუძლია აწარმოოს საკუთარი ეკონომიკური აქტივობა, ანუ სხვა სახელმწიფოების დაუკითხავად, ხოლო სხვა სახელმწიფოებს არ შეუძლია ამ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ამ ქვეყნის დაუკითხავად აწარმოონ იმავე ტიპის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ძირითადად მოიაზრება სხვადასხვა რესურსების მოპოვება ზღვიდან ან ოკეანიდან, იქნება ეს სარეწაო საქმიანობა, თუ ნავთობ თუ გაზის რესურსი. აი ამ პატარა კუნძულოვანი ჯაჭვების, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ფოტოზე, მეშვეობით ფილიპინებისა და იაპონიის თავისუფალი ეკონომიკური ზონები გარკვეულწილად ერთმანეთს კვეთს. მაისის ბოლოს ამ ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ გაარკვიოს თუ სად თავდება მათი ეკონომიკური ზონები ამ მიმართულებით, თუმცა მთავარი არსი აი ამ პროცესის წამოწყების, ვითომ სასაზღვრო არ ეწოდება, ნომინალურად სასაზღვრო სივრცეების დადგენისა არის ის, რომ ტაივანს რეალურად, აი აქ ფოტოზეც ჩანს, ტაივანის ინტერესებს, კონკრეტულად ჩინეთის ინტერესებს არ ითვალისწინებენ არც ფილიპინები და არც იაპონია, ამდინარე იქიდან, რომ აი ამ დელიმიტაციით იკარგება ტაივანის ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა. აი ამ პროცესის წამოწყებას საკმაოდ ესეთი რეაქციული პასუხი მოყვა ჩინეთიდან, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის შეთანხმება ფილიპინებსა და იაპონიას შორის არის არასამართლებრივი და მას ექნება, ასე ვთქვათ, ნულოვანი წონა სამართალში. რატო ვახსენე, რომ ამ პროცესის წამოწყება შეიძლება ბევრისთვის მოსალოდნელი ყოფილიყო. გასული წლის მიწურულს ფილიპინების ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ სახელწოდებით ARDIM, რომელიც ორიენტირდება უსაფრთხოების კვლევებზე და აფილირდება სახელმწიფო აპარატთან, გამოსცა რეპორტი სახელწოდებით პირველი კუნძულოვანი ჯაჭვის გრძელვადიანი უსაფრთხოება, თუ როგორ მოხდეს ფილიპინების, ტაივანისა და იაპონიის უსაფრთხოების კონცეფციების ერთმანეთთან შეზავება და საერთო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების რკალის შექმნა. ეს რეპორტი განიხილავს დაახლოებით 2 წლის წინ ფილიპინების თავდაცვის მინისტრის წარმოდგენილ დოკუმენტს, რომელსაც ეწოდებოდა ყოვლისმომცველი არქიპელაგური თავდაცვის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ფილიპინებმა უნდა უზრუნველყოს მისი მცირე კუნძულოვანი არქიპელაგების გარშემო აი ზუსტად თავისუფალი ეკონომიკური ზონების უსაფრთხოება და ჩინური საზღვაო ექსპანსიის შეკავება
და ამ კონცეფციის ფარგლებში, როგორც მე ვახსენე, აი ამ ეს რეპორტი განიხილავს იმას, რომ უნდა მოხდეს გარკვეულწილად როგორც ტაივანის უსაფრთხოების და ასევე იაპონიის უსაფრთხოების, ფილიპინების უსაფრთხოებასთან დიფუზია, ანუ გაერთიანება ამ სამი სუბიექტის უსაფრთხოების და საერთო რაღაც ქოლგის წარმოქმნა. თვითონ აი ეს ყოვლისმომცველი არქიპელაგური თავდაცვითი კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად მოხდეს ჩინური სამხედრო გემების და სავაჭრო გემების მანევრირების შეზღუდვა იმ სივრცეებში, რომელსაც ფილიპინები თვლის, რომ მისი თავისუფალი ეკონომიკური ზონაა და მოხდეს გარკვეულწილად წინააღმდეგობის გაძლიერება. მეორე ხედვა არის ის, რომ ფილიპინები არ უნდა იყოს პასიურ რეაქციულ პოზიციაში, რომ მაგალითად, როდესაც ჩინეთის მხარე დაარღვევს ამ სივრცულ საზღვრებს, არამედ პირიქით ფილიპინებმა წამოიწყოს აქტიური თავდაცვის პროცესი, რომელიც აი ამ ჩინური აგრესიის პრევენციას მოახდენს და მესამე კონცეფცია, მესამე პოსტულატი აი ამ ყოვლისმომცველი არქიპელაგური თავდაცვის კონცეფციის არის ის, რომ ფილიპინებმა გარკვეულწილად უნდა ისესხოს უსაფრთხოება მესამე ძალისგან, გარდა აი ამ ტაივანისა და იაპონიისა, აქ მოიაზრება კონკრეტულად შეერთებული შტატები. ამ დოკუმენტის თანახმად ფილიპინები პირველი კუნძულოვანი ჯაჭვის უსაფრთხოებას გაერთიანებულ სამხედრო თეატრად მოიაზრებს, თუმცა აქვე აღნიშნულია ისიც, რომ ტაივანი მოიაზრება ბუფერად, როგორც იაპონიისთვის, ასევე ფილიპინებისთვის ჩინეთთან მიმართებაში, რომელმაც უნდა ამ ფორმით აუცილებლად იარსებოს, იგულისხმება ჩინეთის ხელისუფლების კონტროლს მიღმა. საგულისხმოა ისიც, რომ სწორედ ამ ტიპის განცხადება გააკეთა რამდენიმე თვის წინ იაპონიის ახლად არჩეულმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა სანაი ტაკაიჩიმ, რომ ის არსებულ სტატუს კოს დაიცავს სამხედრო გზითაც. იგულისხმება ტაივანის ჩინეთის კონტროლს მიღმა არსებობა და ის სამხედრო გზით შეეწინააღმდეგება ჩინეთის ნებისმიერ მცდელობას შეიერთოს ტაივანი, რაც თავის დროზე საკმაოდ ხმამაღალი განცხადება იყო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირისპირება წარმოქმნა ჩინეთსა და იაპონიას შორის. ფილიპინებსა და იაპონიას შორის სამხედრო თანამშრომლობამ პრაქტიკულად პიკს მიაღწია გასულ წელს, როდესაც ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ურთიერთხელმისაწვდომობის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ორი ქვეყნის სამხედრო შენაერთებს თავისუფლად შეეძლებათ განლაგდნენ ორივე ქვეყნის როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ტერიტორიებზე, რომლისთვისაც დადგება ეს საჭიროება. ხოლო მიმდინარე წელს ორმა ქვეყანამ გააფორმა რესურსული მობილიზების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ძირითადად იაპონია ფილიპინების ჯარს მოამარაგებს რესურსულად, იქნება ეს როგორც აღჭურვილობა, შეიარაღება, საკვები, ასევე მიმდინარე წლის მაისში ორი ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, რომ ქვეყნები საჭიროების შემთხვევაში გაცვლიან სამხედრო საიდუმლო ინფორმაციას, ასევე იაპონია ხელშეუწყობს იმას, რომ მოხდეს ფილიპინების შეიარაღების მოდერნიზება და რესურსების ადგილზე ფილიპინების ტერიტორიაზე აკუმულირება. რატომ ვახსენე ის, რომ შეიძლება ფილიპინები მოგვევლინოს მთავარ და წამყვან აქტორად ჩინეთთან დაპირისპირებაში, გარდა აი ამ ბოლო კვირის მოვლენებისა, რომელმაც წარმოქმნა დიპლომატიური კონფლიქტი ფილიპინებს, იაპონიასა და ჩინეთს შორის ტაივანის დასავლეთ საზღვაო სივრცის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით, ფილიპინებს ცალკე აქვს ტერიტორიული დავები ჩინეთთან, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი და აქტიურ ფაზაშია. საკითხი შეეხება სამხრეთ ჩინეთის ზღვას, რომელსაც ფილიპინები უწოდებს დასავლეთ ფილიპინების ზღვას, აქ ტერმინოლოგიური დავაც არის. ისტორიულად ამ ზღვას იკუთვნებს ჩინეთი, ეგრეთ წოდებული ცხა ხაზის დოკუმენტით, რომელთაც ჩინეთი პრეტენზიას აცხადებს სრულად ამ ზღვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიულად ყოველთვის ის ამ ზღვას და ამ ზღვაში არსებულ პატარა კუნძულოვან არქიპელაგებს აკონტროლებდა და ფლობდა, თუმცა დღევანდელი გაეროს საზღვაო კანონის მიხედვით მსგავსი ტიპის შესაძლებლობა ჩინეთს ეს კანონი არ აძლევს შესაძლებლობას ჩინეთს აკონტროლოს მთლიანად სრულად ზღვა და შესაბამისად ამ ზღვის მოსაზღვრე სახელმწიფოებს უჩნდებათ პრეტენზიები ამ ზღვის ტერიტორიულ სივრცეებზე, კონკრეტულად ეს არის ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი და ფილიპინები. გარკვეულწილად დავები ჩინეთსა და ვიეტნამს შორის, ჩინეთსა და მალაიზიას შორის მოგვარებულია, თუმცა არა საბოლოოდ,
თუმცა ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ეს საზღვაო სივრცე არ არის გაყოფილი და მათ შორის არის დაპირისპირება კონკრეტულად თქვენ ფოტოზე ხედავთ ძირითადი დაპირისპირების ხაზი გადის აი ამ სპრატლის კუნძულებზე ეს არის მცირე არქიპელაგი კუნძულების რომელსაც იკუთვნებს ფილიპინები აი ამ საზღვაო კანონის მიხედვით ის ექცევა ფილიპინების თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ხოლო ჩინეთს მოყავს ეს 9 ხაზის დოკუმენტი რომელთაც როგორც ვახსენე მთლიანად ეს ზღვა ეკუთვნის ჩინეთს დაპირისპირება მდგომარეობს იმაში რომ ამ კუნძულებზე ხშირად ვთქვათ მიდის ფილიპინების საზღვაო საპატრულო ძალები რომელსაც ჩინური საზღვაო საპატრულო ვთქვათ გემები ну შეიძლება ითქვას რომ თავს ესხმიან წყლის ჭავლით და აიძულებენო დატოვონ ეს ტერიტორია მსგავსი ტიპის ამის კადრებიც ხშირად ვრცელდება ხოლმე შესაბამისად თუ მივყვებით ლოგიკას და გავიხსენებთ აი ამ ფილიპინების ახალ საზღვაო დოქტრინას ყოვლისმომცველ არქიპელაგურ თავდაცვით კონცეფციას უნდა ვივარაუდოთ რომ ფილიპინები გააქტიურებს ამ კუნძულებზე პრეტენზიის დაყენებას დღის წესრიგში, ხოლო საპირისპიროდ ამ გააქტიურებას მოყვება ჩინური პასუხი და შეიძლება ეს საზღვაო დაპირისპირება ფილიპინებსა და ჩინეთს შორის გადაიზარდოს უკვე სამხედრო შეტაკებებში და ის არ შემოიფარგლოს მხოლოდ წყლის ჭავლით დაპირისპირებებში. ალბათ გაჩნდება კითხვა თუ რა აძლევს იმის შესაძლებლობას ფილიპინებს მსგავსი ტიპის ამბიციური უსაფრთხოების პოლიტიკა აწარმოოს. ეს გამოწვეულია ფილიპინების შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობით. ფილიპინები ეს არის ისტორიულად 20 საუკუნის განმავლობაში ის რეალურად იყო შეერთებულ შტატების კოლონია და შეერთებულ შტატების პოლიტიკურ სამხედროებას დამორჩილებული სახელმწიფო. ამ ორ ქვეყანას შორის ჯერ კიდევ 1951 წელს გაფორმდა ურთიერთთავდაცვის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მეტწილად შეერთებული შტატები იღებს პასუხისგებლობას, რომ ფილიპინების უსაფრთხოების გარანტირებაზე აიღოს პასუხისგებლობა. ეს უშუალო სამხედრო კონფლიქტში ჩართულობას არ თხოვს შეერთებულ შტატებს, თუ ფილიპინებზე მოხდა სამხედრო აგრესია, თუმცა მაქსიმალური, ესე ვთქვათ, დახმარების, სამხედრო დახმარების, ესე ვთქვათ, გარანტიებს აძლევს შეერთებული შტატები ოფიციალურ მანილას, თუმცა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა 2014 წელს ავიდა ახალ საფეხურზე, რომელზეც ხელი მოეწერა გაფართოებულ თავდაცვით თანამშრომლობის შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის, როდესაც ფილიპინებმა პრაქტიკულად შეერთებულ შტატებს გადასცა 9 სამხედრო ბაზა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად ესეც ალბათ გეოგრაფიულად მიემართება ჩინურ შეკავებას. ამ შეთანხმების ფარგლებში ყოველწლიურად ორ ქვეყანას შორის იმართება საზღვაო სახმელეთო წვრთნები, რომელსაც ეწოდება ბალიკატანი და ქართულად ითარგმნება მხარდამხარ. ერთ-ერთი ბოლო წვრთნა ჩატარდა რამდენიმე კვირის წინ, სადაც მონაწილეობა მიიღო 17000-მა ფილიპინელმა და ამერიკელმა სამხედრომ, ესეც მიანიშნებს ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, შეერთებული შტატები ცდილობს ფილიპინებში გარკვეულწილად პოლიტიკური პროცესის მონოპოლიზებას. რამდენიმე წლის წინ შეერთებული შტატები იდგა იმ გამოწვევის წინაშე, რომ შეიძლება ფილიპინები მის გავლენის სფეროდან გასულიყო და გულისხმობ ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს მმართველობას, რომელიც თავის დროზე შეეცადა, რომ გარკვეულწილად ფილიპინების საგარეო პოლიტიკისთვის შეეძინა სუვერენული ელემენტები და თანამშრომლობა წამოიწყო ჩინეთთან და ის კონფლიქტები, საზღვაო ტერიტორიული დავები, რაც აქვს ფილიპინებს ჩინეთთან, დიპლომატიურად გადაჭრილიყო, თუმცა როდრიგო დუტერტე გადააყენეს მის წინააღმდეგ არის ჰააგის სასამართლოში აღძრული საქმე, ის გასულ წელს დააკავეს და გადაიყვანეს ჰააგაში, ის თავის სასამართლო პროცესს ელოდება. თუმცა დღეს ხელისუფლებაში არის ფილიპინების ყოფილი დიქტატორის შვილი, ხელისუფლებაში პრეზიდენტად ფერდინანდ მარკოსი, რომელიც თლიანად ექვემდებარება შეიძლება ითქვას შეერთებული შტატების აი ამ საგარეო პოლიტიკურ ნებას, თუმცა გარკვეული დაპირისპირება თავად ფილიპინების შიდა პოლიტიკაში არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ფილიპინების ვიცე-პრეზიდენტი არის როდრიგო დუტერტეს შვილი, სარა დუტერტე. ფილიპინებს აქვს ესეთი უცნაური პოლიტიკური სისტემა, რომ ქვეყანაში პრეზიდენტთან ერთად ცალკე ირჩევა ვიცე-პრეზიდენტი, ანუ ცალკე
ლეგიტიმური პოლიტიკური პოსტია ვიცე-პრეზიდენტი და ხალხმა მოდის ამორჩეველმა აირჩია როდრიგო დუტერტეს შვილი და დღეს ფერდინანდ მარკოსი ცდილობს იმპიჩმენტის მეშვეობით, საპარლამენტო იმპიჩმენტის მეშვეობით სარა დუტერტე გადააყენოს და ჩამოიშოროს შიდა პოლიტიკიდან, რადგან არ მოხდეს გარკვეულწილად წინააღმდეგობის ზრდა ფილიპინურ მოსახლეობაში, გარკვეულწილად კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობა იაზრებს იმას, თუ დაპირისპირება ჩინეთთან ფილიპინებს არანაირ, ასე ვთქვათ, სარგებელს არ მოუტანს და ის შეიძლება აღმოჩნდეს კონფრონტაციის შუაში, გეოპოლიტიკური კონფრონტაციის შორის, რაც ქვეყნის განვითარებას არ უწყობს ხელს. ყველასთვის ცხადია, რომ ფილიპინებსა და იაპონიას შორის მსგავსი ტიპის გააქტიურებული სამხედრო თანამშრომლობა ვერ იქნება მხოლოდ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ამ ორი ქვეყნის, რომ ეს არის განპირობებული შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკით და ჩინეთის შეკავების პოლიტიკით და ის რომ ეს ჩინური შეკავების და ჩინეთთან წინააღმდეგობის ნიადაგი მზადდება, აი ამ პროცესს მიანიშნებს ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა გააფორმა სამხედრო თანამშრომლობა ინდონეზიასთანაც, ყველაზე დიდ სახელმწიფოსთან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ინდონეზია აწლეულების განმავლობაში წარმოსდგებოდა როგორც გეოპოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც განზრდებოდა აი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებებისგან. ის არის ლიდერი სახელმწიფო, მესამე სამყაროსი, მიუმხრობელთა ბლოკის ერთ-ერთი დამაარსებელი სახელმწიფო იყო ის. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ინდონეზიის ხელისუფლებამ გააფორმა ეს სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტი შეერთებულ შტატებთან, თუმცა ეს არ არის რაღაც თვისებრივი თანამშრომლობა, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ინდონეზია შეერთებული შტატების სამხედრო მოკავშირეობა, თუმცა ეს არის პირველი საფეხური ამ ორ ქვეყანას შორის მსგავსი შინაარსის თანამშრომლობის და ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები სთხოვს ინდონეზიას დაუთმოს მისი საჰაერო სივრცე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების ტრანზიტისთვის, რაზეც ამ ეტაპზე ინდონეზია წინააღმდეგია, ის ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი საჰაერო სუვერენულობა. ინდონეზიის საჰაერო სივრცე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ინდონეზიის არქიპელაგი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და ის რეალურად არის გასასვლელი წყნარი ოკეანეთიდან ინდოეთის ოკეანეში, ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ინდონეზია პრაქტიკულად აკონტროლებს იმ ყველა სრუტეს, რომლითაც, მათ შორის მალაკას სრუტესაც, რომლითაც ჩინური საერთაშორისო სავაჭრო ტრანზიტი ხორციელდება დასავლეთის მიმართულებით. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.